1921 წლის 11 თებერვალს ბოლშევიკების მე-11 არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლაღა. თავს დაესხა იქ მყოფ ნაწილებს და გაანადგურა. ცვლად მიგდებული იყო საქმე იმის იმედით, რომ ლენინმა გვცნო. ტელეფონით ელაპარაკებოდნენ ერთმანეს „ტავარიშ ნოე, ტავარიშ ლენინ“ და ამის იმედზე იყვნენ. ამასობაში კი ტავარიშ ლენინის ჯარები დაუბრკოლებლად მოიწევდნენ წინ. თბილისის გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე. გამარჯობა ბატონო გიორგი. გაგიმარჯოთ. თქვენთან საუბარი მსურთ. დიახ, გისმენთ. ბატონო გიორგი, მიმდინარე საკითხებში ჩარევას როგორ აპირებთ? რა? ცუდად არის საქმე? როგორ გითხრათ, თქვენ რას აპირებთ? როგორც გადადგომისას განვაცხადე, თუ მთავრობას დავჭირდები, მზად ვარ ვემსახურო. ახლაც ამაზრისა ვარ. უნდა მოგელაპარაკოთ. საიდან რეკავთ? გვარდიის შტაბიდან. დაუყოვნებლივ მოვალ. ნუ შეწუხდებით. თქვენ ხომ გვარდიის შტაბის გვერდზე ცხოვრობთ? დიახ. მე თვითონ მოვალ. ათი საათი იყო დაწყებული, როცა ჯუღელი მოვიდა და საუბარი გამიბა. შექმნილი ვითარება ამიხსნა და მივხვდი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მკითხა, თანახმა ხარ თუ არა ომში მონაწილეობისთვისო. რა საკვირველია, უპასუხე მე. საუბრისას გაკვირვებულ მოვკითხე, რა საჭირო იყო ჩემთან მოსალაპარაკებლად მოსვლა, როდესაც მთავრობას შეეძლო ტელეფონით გამოვეძახე მეთქი. იქვე აუხსენი, როგორ გავიგე ჩემთან მისი მოსვლა. მე მშვენივრად ვიცი, რომ თქვენ ჩემი უკანასკნელი გადადგომის მომხრე იყავით და როდესაც დაგჭირდით, იფიქრეთ, რომ თქვენზე განაწყენებულს შეიძლებოდა ომში მონაწილეობაზე უარი მეთქვა. ამიტომ პირადად მოხვედით ჩემთან, რათა ხაზი გაგესვათ იმისთვის, რომ ჩემი საწინააღმდეგო არაფერი არ გაქვთ. მაგრამ ეს ყოველივე ჩემთვის ისეთი წვრილმანია, რომ ყურადღებასაც არ ვაქცევ. ჩემი სიტყვების უარყოფა არ დაუწყია. იგი წავიდა, რათა მთავრობისთვის ჩემი თანხმობა ეცნობებინა. 2 საათის შემდეგ, შუაღამისას, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამომიძახეს. კაბინეტში შევედი და ხალხმრავალი კრებული დავინახე. როგორია თქვენი გეგმა? მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა. ომს სასწაულით მოგვაგებინებს, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა დავიცვათ იარაღის ღირსება, რომელსაც ომის დასაწყისშივე უზარმაზარი ჭრიდი მივაყენეთ. რაც შეეხება გეგმას უცებ ვერ შევქმნი. ამას დრო და ვითარებაში გარკვევა სჭირდება. ხელმძღვანელობას ქვეყნის თავდაცვის საერთო და მოსალოდნელ მოქმედებათა გეგმა დიდი ხნის წინათ უნდა ქონოდა მზად. ამ გეგმის გაცნობის შემდეგ მე მხოლოდ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. რას გვეტყვის გენერალი ოდიშელიძე? ვითარებიდან გამომდინარე შულოვერის ჩრდილოეთით ჯარს უკან დახევა ვუბრძანენ. მოწინააღმდეგის ზალები ბევრად აღემატებიან ჩვენს სასწაულს. არჩევანი არასწორი. ამ უკან დახევის შედეგად ფრონტის წინ გამავალი სიმაღლეები მტრის ხელში აღმოჩნდებოდა. ჩვენი ჯარი კი დაბლობზე უნდა განლაგებულიყო. გავრაზებული ვუყურებდი ოდიშელიძეს და მის შტაბის უფროს. ტაქტიკურად ჯარის ამ პოზიციაზე გადაყვანა აბსურდი იყო. აკადემიაში სწავლის დროს ოფიცერს მომავალ საბრძოლო მოქმედებათა ამგვარი გეგმა რომ შემოეთავაზებინა, უმალ გაირიცხებოდა სასწავლებლიდან. მომავალი მოქმედების გეგმის განხილვას შეუდექით. ფლანგი წითელ ხიდზე გქონდა. ამიტომ ხრამზე ბრძოლის გამართვის საშიშროებაზე მიუთითე. ვინაიდან ამ შემთხვევაში მტერი განლაგებით გჯობნიდა და ჩვენი ჯარის ერთი ნაწილის მარცხი მეორე ნაწილის მარცხსაც გამოიწვევდა. ამას იქით მსჯელობა ვეღარ მოახერხებდა. საუბარში ნოე რამიშვილი ჩაება. ჩემი აზრით,
სასწრაფოდ უნდა განვალაგოთ ჯარის ნაწილი ფოილოს ხიდთან და მტკვრიდან ყაზახის მიმართულებით მოწინააღმდეგეს ზურგში უნდა დავარტყათ. ბატონო ნოე, 3 წელია გთხოვთ სამხედრო საქმეში ნუერევით. კეთილი ინებეთ და ახლა 9 საათით მაინც გაიკმიდეთ ხმა. რამიშვილი გაჩნდა, მაგრამ შემდეგ მაინც ერთვებოდა საუბარში. ამ გეგმის წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი. ჩემი კოლეგები ჩემდა გასაკვირად ნოე რამიშვილს ეთანხმებოდნენ. მე ამ ჯგუფის უფროსად დანიშნას მივირებდნენ. ის კი არა, ხრამის ჯგუფის მეთაურთა შემადგენლობაში შესვლაც კი შემომთავაზეს. საერთოდ ბევრი რამე თქვა. სიჩუმე რომ ჩამოვარდა, გენერალ ოდიშელიძეს ვკითხე. მტკვარზე გადასვლას როგორ აპირებ მეთქი? ერთი ბორანი მაქვსო, მიპასუხა. ეს განგებ ვკითხე, რათა ყველას გაეგო ჩემი შეკითხვაც და მისი პასუხიც. ერთი ბორანით ჯარს მტკვარზე კი არა, კუკიიდან ვერაზე ვერ გადაიყვანთ, მით უმეტეს, როდესაც მოპირდაპირე ნაპირი მოწინააღმდეგის ხელშია. შედეგი ამ შეკითხვამაც ვერ გამოიღო. ნოე რამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კენჭის ცხრა შესთავაზა და ხმის უმრავლესობით გადაწყდა, რომ ფოილოს და ჯგუფების უფროსად გენერალი კვინიტაძე დანიშნულიყო. რამის მტკიცებას აზრი ეკარგებოდა. მაგიდას გავშორდი. ზოგიერთი იქ დამსწრეთაგანი მომიახლოვდა და მთხოვა უარი არ მეტყვა ამ თანამდებობაზე. მეუბნებოდნენ, რომ მთელი ჯარის მეთაურობა ჩემს თავზე უნდა ამეღო. მარწმუნებდნენ გენერალ ოდიშელიძის გადაყენება გადაწყვეტილია. ჯერ თავს იკავებენ, მაგრამ ერთ-ორ დღეში გადააყენებენო. ვერ დავარწმუნე, რომ ეს შეუძლებელი იყო. ხალხი თანდათან დაიშალა. მე დავრჩი და მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას უთხარი, რომ მასთან საუბარი მსურდა. ვალიკო ჯუღელსაც ვთხოვე დარჩენილიყო. რაც გსურთ ისი ფიქრობთ, თუნდაც სამშობლოს ღალატი დამაბრალეთ, მაგრამ ამ თანამდებობაზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს გეგმა შეუსრულებელი და დამოუკიდებელია. დამოუკიდებლად მოქმედება შემომთავაზეს. ამოცანები თვითონ დასახე და მთავარსარდალს გენერალ ოდიშელიძეს ყურადღებას საერთოდ მიაქცეო. საოცარი რამ იყო. გენერალ ოდიშელიძეზე საუბრისას ნოე ჟორდანიამ იგი უარყოფითად დაახასიათა. ჯუღელმაც იგივე აზრი გამოთქვა. არ ვიცი, სიმშვიდე როგორ უნდა შემენარჩუნებინა. ჯერ კიდევ ზამთარში ჩხენკელისაგან იგივე მოვისმინე. ახლა მთავრობისა და გვარდიის მეთაურებიც იგივეს იმეორებენ. მთავრობის თავმჯდომარეს მიუბრუნდი. მითხარით, ასეთი შტაბეჭდილება ახლა დღეს შეგექმნათ? არა, მომიგო მან. მასზე ყოველთვის ამაზრისა ვიყავი. მოთმინება დავკარგე. ასეთ შემთხვევაში ეს თქვენი მხრიდან სამშობლოს ღალატია. თქვენ მთავრობის თავმჯდომარებ როგორ დანიშნეთ იგი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც მასზე უარყოფითი წარმოდგენა ჰქონდათ მეთქი? იგი გაჩნდა. მეც თავის დამორჩილება ვცადე. ვალიკო ჯუღელის მხარდაჭერით მთავრობის თავმჯდომარემ მთავარსარდლის თანამდებობის ფიქტიური დაკავება შემომთავაზა. ამასთან დასძინა გენერალ ოდიშელიძეს ამ თანამდებობიდან რამდენიმე დღეში გავათავისუფლებო. გიორგი კვინიტაძემ ამ უმძიმეს ვითარებაში სასწრაფოდ მოახდინა მთელი არსებული სამხედრო ძალების მობილიზაცია. გენერალმა თავისი ძალები სამ ნაწილად დაჰყო. მარჯვენა ფრთას კოჯორ-ტაბახმელას რაიონში, სადაც მისი იუნკრები იყვნენ, სარდლობდა სამხედრო სკოლის მაშინდელი უფროსი, გამოჩენილი ქართველი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. შუა ნაწილს ეგრეთ წოდებულ სოღანლუღის ფრონტს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. დანარჩენი ნაწილი მარცხენა ფრთაზე მიენდო სახალხო გვარდიას, გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით. 18-19 თებერვლის ღამეს ქართველებმა გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით
სოღანლუღის ფრონტზე ომის დაწყებიდან პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს და 1600-ზე მეტი ტყვე იგდეს ხელთ. ამავდროულად ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე, სადაც გმირობის სასაულებს ახდენდნენ გიორგი კვინეტაძის აღზრდილები, მისი იუნკრები. საქმე ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე მიდიოდა, მაგრამ რაოდენობრივად გაცილებით მრავალრიცხოვანი მტერი ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევდა. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ აფეთქებული, მაგრამ არც თუ ძლიერ დაზიანებული ფოილოს რკინიგზის ხიდი ბოლშევიკებმა სწრაფად აღადგინეს და მათ ჯარს დაუბრკოლებლად მიეწოდებოდა ყველაფერი, რაც ესაჭიროებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველები მედგრად იცავდნენ თავს და მტერს მიწის ერთ გოჩსაც კი არ უთმობდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ უკანასკნელმა გაარღვია დაცვის მარცხენა ბრდა, რომელსაც გენერალი ჯიჯიხია სარდლობდა და ამით ავჭალა მცხეთას დაემუქრა, რაც ჩვენ ზურგში მოქცევასა და დასახევი გზის მოჭრას ნიშნავდა. ტრის რაზმები გამოჩნდეს სოფელ დიღომშიც. რჩებოდა ერთადერთი თბილისი-მცხეთის ტრასა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ხელში იყო. ცოტა ხანში ბოლშევიკები მას შეკრავდნენ და თბილისი გარშემორტყმული იქნებოდა. ამიტომაც მთავარსარდალმა თბილისის დატოვება, მცხეთამდე დახევა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. თებერვალს ღამით ქართულმა ჯარმა და მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. 25 თებერვალს დილით ბოლშევიკები შევიდნენ ქალაქში და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი. მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს. დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლით სვიოდა ნელა. ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს, დალეცილ მკლავებს და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ამ გზით სად წინად ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშუნა ძვლები, სად ქართლის დედის ცხრემლით ნაწამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლს დაეფარა ქრწანისის ველი, წითელი დროშით, მოღერილ ხელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით, ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. თოვდა და თბილის ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. მცხეთაში გამაგრება ვერ მოხერხდა. გამაგრდნენ ხაშურში და გადაწყვიტეს აქედან დაეწყოთ კონტრშეტევა.
მთავარსარდალმა ბრწყინვალე გეგმა შეადგინა. მან გაითვალისწინა რა მოწინააღმდეგის კომუნიკაციების გაჭიმულობა, რის შედეგადაც ავანგარდი მოწყვეტილი იყო მთავარ ძალებს, გადაწყვიტა შეტევაზე გადასულიყო. არმიის ნაწილებს უნდა შეეტიათ ფრონტიდან, ხოლო გვარდიას უნდა მოევლოდა ფლანგიდან დაერტყა მტრისათვის. ბრძანების თანახმად ჯარი იერიშზე გადავიდა. იერიში ფრონტზეც და ფლანგებზეც წარმატებით წარიმართა. ფრონტიდან მეთაურები თავის მოხსენებებში შეტევის წარმატებებზე მიუთითებდნენ. მოგვიანებით ეს მეთაურები ამბობდნენ, არ ველოდით რომ გაშლილ ადგილზე თოვლში მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ჯარი ასე მამაცურად შეუდევდაო. ამას ის გამოცდილი მეომრები ამბობდნენ, როგორებიც სუმბათაშვილი და მაზნიაშვილი იყვნენ. მარცხენა ფლანგიდანაც სასიხარულო ცნობები მოდიოდა. სამწუხაროდ, ამავე დღეს დაბინდებამდე ბრძოლის დასრულება ვერ შევძელით. ამაში გვარდიის შეყოვნებამ შეგვიშალა ხელი. შებინდებისას ჩვენთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ფრონტიდან და ფლანგებიდან შევიწროებული მოწინააღმდეგე გაშლილ ველზე იმყოფებოდა. ჩვენმა მარცხენა ფლანგმა მტერს შემოუარა, თევზზე განლაგდა და ახლა მტერი დაბლობში ყავდა მოქცეული. შემდგომი შეტევა წარმატებას გვიქადდა. ჩვენი წარმატება მოწინააღმდეგეს მძიმე ყოფაში ჩააგდებდა. თბილისიდან სწრაფი დახმარების მოწოდებას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი წარმატებით დაიმედებული მოსახლეობა აღსდგებოდა, რაც ჩვენს მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ხოლო მოწინააღმდეგე კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. ჩემი შტაბი გამოცოცხლდა და უკვე მომავალ წარმატებას ზეიმობდა. ხვალ ვუჩვენებთ სეირსო, გაიძახოდნენ. მე კი თავს მოусვენრად გრძნობდი. ამის მიზეზი თითქოს არც ყოფილა, მაგრამ გულზე რაღაც სიმძიმე მაწვა, რაღაც მაფორიაქებდა. ნაადრევად ნუ გიხარიათ. ვეუბნებოდი, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ხვალ მოწინააღმდეგეს თუ კი გავდევნით, მაშინ ვიზეიმოთ მეთქი. ღამის პირველი საათისთვის გენერალ გონიაშვილის მოხსენება მივიღე. იგი ყველაფერს ცვლიდა. პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე. მორიგეობდი შტაბში. ვიჯექი მთავარსარდლის სალონში ტელეფონდა. ნაშუღამებს დარეკა ტელეფონმა. ცნობა მივიღე. ლაპარაკობდა გენერალი გონიაშვილი, რომელიც გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად გვარდიაში მსახურობდა. თხოვდა მომეხსენებინა მთავარსარდლისთვის, რომ გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ. შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის საშუალება არ ამაქვსო. მოახსენეთ ეს მთავარსარდალს და მეც ამ წუთშივე მოვდივარ მასთან პირადად მოსახსენებლადო. მაშინათვე გავახვიძე შტაბის უფროსი და მთავარსარდალი და მოახსენე ტელეფონით მიღებული ცნობა. ძნელი აღსაწერია მთავარსარდლის აგებება. ამ მოულოდნელმა ცნობამ მოთმინდებიდან გამოიყვანა. იმდენი შრომა ჩატარდა უკუიერიშის მოსამზადებლად. აქ შესანიშნავი გარემოცვის პირობებში გამარჯვება ნათელი იყო, რის შემდეგ თბილისის უკან დაბრუნებას ვერაფერი ვერ შეიაჩერებდა. გვარდიელების სამარცხვინო გაქცევამ ჩაშალა ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. სწორედ მათ უნდა მოეხდინათ მთავარი დარტყმა დაჯგუფების მარცხენა მხრიდან. მისი პანჯრების წინ უსათუოდ ესმოდა ეს ყველაფერი და იქნებ ამ მოვლენამ შეიტანა მის ბუნებაში ცოტაოდენი დამშვიდება და თვითმკვლელობისგან ხელი ააღებინა. ნიკოლოზ მათიკაშვილი, იუნკრები. ჩვენმა მთავრობამ მოწინააღმდეგესთან ომის შეწყვეტა გადაწყვიტა და გამოსცა დადგენილება ევაკუაციის შესახებ. სხდომას მეც ვესწრებოდი. საბოლოო მოლაპარაკების პირობად მოწინააღმდეგე აყენებდა თავისი ჯარის ბათუმში შემოყვანას. ეს პირობა მიიღეს და მშვიდობიან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად
15 მარტს სამტრედიაში გრიგოლ ლორთქიფანიძე გააგზავნეს. სამხედრო წარმომადგენლად ამ საქმისთვის გენერალი გედევანიშვილი დავნიშნე. 16 მარტს სამტრედიაში მშვიდობიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. თბილისის ბრძოლების შემდეგ რამოდენიმე ხანს გენერალი სტამბოლში იმყოფებოდა. მერე კი მცირე დროით ბოსფორის ნაპირზე, სოფელ კავაკში, თავისი იუნკრების სიახლოვეს. პარიზში ჩამოვიდა 1921 წლის დეკემბრის ბოლოს, მეუღლესთან, სამშვილთან და მათ ძიძასთან ერთად. იგი პირველი 4 თვე სუბსიდიას ღებულობდა ქართული მთავრობისაგან. დახმარების შეწყვეტის შემდეგ ყოველ შემოსავალს მოკლებულმა გენერალმა იძულებით გაყიდა რამოდენიმე კერძო ნივთი და აგვისტო-სექტემბერში მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ პატეს ფირფიტების ქარხანაში, ქალაქ შატურში. ეს სამუშაო მეტად ძნელი და მცირე ხელფასიანი იყო. სამსახური კვირაში 6 დღეს 11 საათი გრძელდებოდა და ზოგჯერ კვირა დღესაც. 1923 წლის ზაფხულში მცირე ხელფასის გამო, რაც არ ყოფნიდა ოჯახის ხარჯის დასაფარავად, გადაწყვიტა რამოდენიმე მაწვნის ქილა მოემზადებინა და მიებარებინა სარძევეებში გასაყიდად. მაწვნს მეუღლესთან ერთად ურიგებდა კლიენტებს. 1927 წლის იანვარში გენერალი მძიმედ დაავადდა ქარხანაში შრომით გადაღლილი. 6 თვის შემდეგ მორჩენილი გენერალი იძულებული გახდა სამუშაო ნახევარდღიურად ხელახლა დაეწყო. როდესაც მისმა ყოფილმა იუნკრებმა, რომლებიც გენერალ ჩხეიძის მფარველობის ქვეშ პოლონურ ჯარში იმყოფებოდნენ, მისი გაჭირვება გაიგეს, შეკრიბეს ფული და დროდადრო უგზავნიდნენ ფულად დახმარებას. აქ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძალზე მერყევი ფინანსური მდგომარეობისა, დაწყებული 1922 წლიდან გენერალმა და მისმა მეუღლემ ქართული ტრადიცია შეინარჩუნეს. მათი სახლკარი მუდამ ღია იყო მრავალრიცხოვანი ქართველი, ფრანგი და ინგლისელი მეგობრებისათვის. მათთან ერთად ინაწილებდნენ ლუკმაპურს. მხიარული ხასიათის, ამაყი და იმედით ახსავსე გენერალი სუფრასთან პატიჟებდა მრავალრიცხოვან პოლიტიკურ და ინტელექტუალურ პიროვნებებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ ახდენდა. ყოველთვის ცდილობდა ჩაენერგა მის წრეში პატრიოტული გრძნობები და მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მოიპოვებდა დამოუკიდებლობას. მეუღლემ მარიამ მაყაშვილმა გადააწყვეტინა მოგონებების დაწერა და ყოველნაირად ხელს უწყობდა. მისმა გარდაცვალებამ 1960 წელს გენერალი ღრმად დაამწუხრა. მიუხედავად დროდადრო ოდნავ შერყეული ჯანმრთელობისა და სხვადასხვა ოპერაციისა, მან ბოლომდე 96 წლამდე შეინარჩუნა გონებრივი უნარი, რითაც ყველა აღტაცებული იყო. ძალიან ნასწავლი, ბრწყინვალე გონების და შესანიშნავი მეხსიერების პატრონი, გენერალი იყო ნებისმიერი საგნით დაინტერესებული. ბევრს კითხულობდა, დეტექტიურ რომანებსაც კი, ბრიჯის თამაში უყვარდა, ჭადრაკის ამოცანების ამოხსნასა და შეჯიბრებაში იმარჯვებდა და სხვა. მას უკანასკნელ დღემდე შეეძლო ყოველგვარ ისტორიულ და საჭირბოროტო პოლიტიკურ ან სამხედრო საკითხებზე მსჯელობა. 1970 წლის 7 აგვისტოს გენერალი გარდაიცვალა მისი ოჯახის, ქალიშვილებისა და შვილიშვილების თანდასწრებით. ღირსეულად და დიდებულად დაასაფლავეს. განისვენებს შატუს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილები იდა, თამი და ნანო. ღმერთო, მიეცი ჩვენ ქვეყანას ბედი და ბედნიერება. ღმერთო, მიეცი ჩვენ ქართველებს სწავლა და მეცნიერება. ღმერთო, ჩაუდე მათ გულში
ძმობა და სიყვარულია, რომ გაუწონ ერთმანეთს ერთგული სამსახური.